მეტალიკას მთავარ ფიგურაზე უნდა ვისაუბროთ. როგორც იქნა, ასე რომ კარგად მოკალათდით მეგობრებო, ბიძია ჯეიმს ჰედფილდი. Give me fuel, give me fire, give me that which I desire. თუ ვინმე ოდესმე მკითხავდა, ვინ არის შენთვის ინსპირაციის წყარო როკ მუსიკისთვისო, იმ ideალურ ჩამონათვალში, რომელსაც ვიტყოდი, ერთ-ერთი აუცილებლად იქნებოდა ჯეიმს ჰედფილდი. ეს არის ფანტასტიკური მუსიკოსი, პოეტი პირდაპირ ვიტყოდი, გენიალური ადამიანი, შეგიძლიათ მისი ვიდეოები ნახოთ, თუ რამდენად საყვარელი კაცია ის. ძირითადად მეტალიკაში სიმღერები მისი დაწერილია, ყოველ შემთხვევაში ჩონჩხს ის სთავაზობდა ბენდს და სხვათა შორის ლარს ულრიხიც იყო songwriting-ში ჩართული, რატომ არის ეს ბენდი ასეთი დიადი. მათი სათქმელი პირდაპირ ჯეიმს ჰედფილდიდან მოდის, რადგან მისი ცხოვრება იყო ძალიან რთული. სამწუხაროდ დედა კიბოთი გარდაეცვალა, მამამ რაღაცა ასაკის შემდეგ მიატოვა, ასე რომ მისი პირადი ცხოვრება მისი შემოქმედების ძირითადი მოტივი გახდა. ტექსტები სიმღერის, თუნდაც მისი შინაგანი აგრესია რეალიზდა შემდეგ მის შემოქმედებაში, რაც არის ძალიან ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მის ვოკალურ მონაცემებსაც მინდა რომ შევეხო, არის ძალიან ძლიერი ხმის პატრონი და მე ვიტყოდი რომ თრეშ მეტალში ალბათ მასზე უკეთესი ვოკალი არავის არ აქვს. ყველაზე საინტერესო რაც არის მისი ვოკალის განვითარებას დროსთან მიმართებაში ძალიან მარტივად შეამჩნევთ. ახალგაზრდობაში იყო იგი მთლიანად ემოციებზე, ხრინწზე, რაღაცა არაბუნებრივ ხრინწზე სხვათა შორის და ტექნიკო სიმღერაზე დამოკიდებული. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ მირჩიეს ვოკალის პედაგოგთან შესვლაო. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალაო, კონცერტების მერე ყელი აღარ მტკიოდაო და ასე შემდეგ და შეატყობთ კიდევაც, რომ ბოლო პერიოდშიც და თუნდაც აი მანამდე ორკესტრა ლაივს თუ გაიხსენებთ, იგი უკვე ტექნიკით მღერის, სადღაც კლინსაც იყენებს, სადღაც ხრინცსაც იყენებს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ადამიანი ძალიან ბევრი შესაძლებლობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის უდაოდ ერთ-ერთი უნიჭიერესი ზოგადად მუსიკის ისტორიაში. ერთ-ერთი საუკეთესო რიტმ გიტარისტი, რასაც ის აკეთებს სიმღერის დროს კომბინირებულად გიტარასთან, ეს ალბათ არის წარმოუდგენელი რამ. მან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მათ შორის ჩემიც რა თქმა უნდა. ჩემს ვოკალურ განვითარებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან რაღაც პერიოდი ჩემ ბენდთან ერთად, რომელსაც Burnie ერქვა, სულ მეტალიკას ქავერებს უკრავდით, ამიტომ არის ეს ბენდი ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი. მათ აქვთ ისეთი მემკვიდრეობა, legacy-ს, რასაც ეძახიან, რასაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაუკარგავს. როგორი კლასიკაც როკში არის დაუშვათ Led Zeppelin, Deep Purple და Black Sabbath, ისეთივე კლასიკა მეტალში არის მეტალიკა. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დამაფოლოვეთ და კიდევ ერთი საკითხი, თუ ვინმე დამასპონსორებს, ამაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, ძალიან დაეხმარებოდით ამ მხრივ ჩემს არხს.